მე ვიწყებ სოფლიოში ყველაზე რთულ ფიტნეს ჩელენჯს, რომელსაც ქვია 75 hard. არ მინდა რა არის 75 hard? ეს არის challenge, რომელშიც ადამიანების 90% იჭრება. I did fail my 75 hard. I failed 75 hard. Alright, so I failed 75 hard. I failed 75 hard. ამ challenge-მა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. 75 hard-ი რამდენად რთული შეიძლება იყოს? წესები შემდეგში მდგომარეობს. მომდევნო 75 დღის განმავლობაში უნდა ვივარჯიშოთ დღეში ორჯერ, საიდანაც ერთ-ერთი ვარჯიში გარეთ უნდა იყოს იმის მიუხედავად თუ როგორი ამინდია. ციბე. ვისანაღვებზე. მეორე, უნდა დავლიოთ დღეში 4 ლიტრი წყალი. მესამე, ვიკვებო ჯანსაღად და არ მივიღო არანაირი junk food. და არც ალკოჰოლი. მეოთხე, ყოველდღე უნდა წავიკითხოთ წიგნის 10 გვერდი. და ბოლოს, ყოველდღე უნდა გადავიღო სურათი, რომ ნახო პროგრესი პირველი დღიდან 75 დღემდე. და თუ ერთ-ერთ მათგანს მაინც გამოვტოვებ, ყველაფერი უნდა დავიწყო თავიდან. და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უფრო რეალურად შემეგრძნო, გადავწყვიტე 1 იანვარს თმა გადამეპარსა. Rock'n'rolli წავიდა და. არა. სუდი არ არის მე მგონი. ახალი წელია. მაინც ესე რა გავიდა ახალ წელს. რატები შეჭრა ვიტეხი ამ ახალ წელს ხალხი ეხლა გემრიელად აი პახველიაზე ჯერ არც არიან ჯერ თვალები არიან ისე გამოდი კილოცავთ ახალ წელს შემოგივლი მომავალ წელს აღარ გავაკეთებ ახალი წელი ახალი მე წელსაკვარისი იყო ჩემი მეგობრები ხაშზე მიდიან ალბათ მე და იმის მიუხედავად რომ 75 hard-ის წესები ისედაც უკვე ძალიან რთული იყო, მე ის უფრო გავართულე და დავამატე 3 წესი. ესენი არის რომ პირველი, არ უნდა მივიღო არანაირი შაქარი ამ 75 დღის განმავლობაში. მეორე, უნდა ვაწარმოო დღიური და მესამე, ყოველდღიურად მინიმუმ 10 წუთიანი მედიტაცია უნდა გავაკეთო. და ამ ყველაფრის განხორციელებაში მეხმარება ჩემი გენერალური სპონსორი Ambassador Bet. Ai, das motivadores de Tauli. Ყოველგვარი ბაიკი. გავიდა. უკან ჩემი მანქანა არ გეგონოთ რომ გემარიეჟებით. იმენა გემარიეჟებით. ოი. It's a motivar camera, motivar. Kubis ekrani reșinia. Șu gzași audio acomesi. Intoro. Atomațara. Oi. და ჩემი შედეგები რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, ამ ჩელენჯში დამეხმარებიან თორნიკე, რომელიც არის ნუტრიციოლოგი, ის მეუბნება ზუსტად თუ როდის, რამდენი და რა საკვები მჭირდება იმისთვის რომ ვიყო ყოველდღიურად ენერგიულად. ნუცა, რომელიც ზრუნავს ჩემს კვებაზე თორნიკეს მითითებით. საბანაკი არის ჩემი პერსონალური ტრენერი, რომელიც უზრუნველყოფს რომ არც ერთი ვარჯიში არ გამოვტოვო. და ბექა არის ადამიანი, რომელიც მეხმარება Ironman-ისთვის მზადებაში. და იმისთვის რომ ეს პროგრესი გაზომოდი გამეხადა, გადავწყვიტე რომ 75 hard-ის დაწყებამდე გამეკეთებინა რამოდენიმე ტესტი. სირბილის, ცურვის და ველოსიპედის. სადაც არც თუ ისე კარგი შედეგები მქონდა. ვაკვირაში თავი რომ გავაკეთებ, ამიტომ ისე მერე იქნება შედეგი. 185 ვატია, ჩემი პირველი დაველოსიპედის. ნახოთ რა იქნება ცურვაში. 14-40. აჰა, ანუ ფეხები ხოდა დამეჭიმა უკვე და ეხა ხელები არ მინდა რა 75 hard-იც და ჩემი ტესტოსტერონის დონე დაბლა იყო. ჩემი body fat-ი კი
ამ ჩელენჯის განმავლობაში კი მიზნად დავისახე გამეკეთებინა ისეთი რაღაცეები, რომელსაც ხშირად ნახულობდი სოციალურ ქსელებში და ჩემი ოცნება იყო ყოველთვის. მაგალითად, როგორც არის უკანა სალტო, ხელებზე სიარული, მასლაფი და ასე შემდეგ. 75 hard-ის წესების თანახმად ამინდის მიუხედავად უნდა მევარჯიშა თოვლშიც, ქარშიც, საერთოდ არ მესეირნებოდი. იმაშიც და სამოგზაუროთაც წავიდოდი მაგ დროსაც კი უნდა მევარჯიშა. ეხლა ვარ საბერძნეთის აეროპორტში და აქ ვიწევს ვარჯიში, იმიტომ რომ გადაჟდოვები მაგას სხვა გადმოვიდა. აი, აბა, ორშევენ. იპასო. არა, ქართული მიწასყარი მაინც შობია. მაგრაციგო, მაგარი ხარი და დღეს მაგარი ინა. აუს, ეგოი თოვლი. მაგრამ 45 გარეთ. You have to do what you have to do. Let's go! გამის 12 ნახევარი, მაგრა ბეზარები. მართლა მაგრა ბეზარები. პირველ რიგში საკუთარი თავის გამოვიდა. მეორე YouTube-ზე დავამტკიცე. Hello everyone, how are you? Where are you from? India, where in India? თუმცა ვარჯიში ერთადერთი გამოწვევა არ ყოფილა. ყვებაც პრობლემა იყო. ცოტა რომ მოგზაურო რთულია ყვების ნაწილი, მაგრამ თორიკე მეუნება ხოლმე რა ვჭამო, როდი ვჭამო, რესტორანში შევდივარ, იქაც მეუნება. ძირითადად არის ან ბრინჯი, ან ხორცი და ხილი. ხილი ყოველდღიურობაში მაქვს. ანანას. მაგრამ მქონდა ჩავარდნებიც. დღეები, სადაც ძალიან მეზარებოდა საწოლიდან ადგომა. ეხლა არის ღამის 11 საათი. ორჯერ მივარჯიშე დღეს, მაგრამ გარეთ არ მივარჯიშია. ეხლა უნდა გავიდე და ციანო 45 წუთი უნდა ვიარო. ვარჯიშე თვლება ეგეც. 45 წუთი უნდა ვიარო ამ 11 საათზე ქარში. წელა 9 საათზე ამოვეცა ხშირად. მაგის ვერე ისე 5 წუთი. აგერ გამოვედი სასეირნოდ. საერთოდ არ მესეირნებოდა. არ მინდა. ცივა, მინდა რომ წავიდი დავიძინო. არ არის საჭირო სეირნო. ღამის 2 საათზე. როგორ მეზარება ხო წარმოგიდგენთ, მაგრამ here I am. აღარ მინდა არაფერი. ძილი მინდა მხოლოდ ენერგია აღარ. ლაშასთან მოვედი გადაღებას. ბიჭო, რავი, აი ვისვენებ. აღარ მოგზაურ შევეშვი. თუმცა ნენელა ყველაფერს ვეჩვეოდი და ეს ყველაფერი რუტინაში გადამივიდა. აი, мотивაციას რამაძლევს. ძმა, ლილა, ღამეა. შენ ახარ ძმაო, შენ ახარ შენახე. რა მოტივა? აი ეს არის კაცი мотивация რა. ქალი мотивация ლილა. მიდი ლილა 75 გეიტას უტიდებ შენ გობას. ღამეა. ეს არის უჯახი ხალი. და რაც უფრო დრო გადიოდა, ვარჯიშის დისტანციებს ნენელა უფრო და უფრო ზრდიდი. ეს გადავწყვიტე რომ რუსთაველიდან წავსულიყავ იდიგოს ხარვერას გზაში გაწვდა, მაგრამ ვაქცელი შეგზას. იმადა დედი. ამო ძმაო, სადვე პორტუგალიაში დავალ. აი ესე მეგობრებო, ახალი მეგობრები შეძენათ უდიდათ. აი ცხეთაში წავედი, აი ჭამე მაკარონი. ესენიც გაერთე ყავანალიეს. აი ახლა მაგალითად ერთი ხელი დღე არის და ვიმყოფები მარჯანიშვილზე და აქედან მოვიდინო დიდი ხომ. ფოტო შეიძლება მოდი 5 ლარი. ახლა. აუშა! ვიდეოს თორე ეს კი არ დავუძია. ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა ერთ დღეს უჩვეულო სისუსტე ვიგზენი და ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც მეგონა. მართლა გონი რომ სიცხე მაქვს, მაგრამ თან 75 hard-ს რო ვაკეთებ, თავიდან დაწყება არ მინდა უკვე. 75 hard-ის წესების თანახმად, თუნდაც ერთი ვარჯიშის გამოტოვება ავტომატურად ჩელენჯის თავიდან დაწყებას ნიშნავდა. არც ვიზოლო სიცხეს, მაგრამ მომიციკა გავიზო. არ მინდა და მაგრამ გონი მაქვს, მაგრამ ეს ველოსიპედი უნდა ვატრიალო საათ ნახევარი. 75 hard-ის წესების
თანახმად 45 წუთი უნდა ვივარჯიშო მინიმუმ. ერთი ნავარჯიშები. იმის მიუხედავად რომ სიცხე მქონდა, არ მინდოდა ის შრომა და ძალისხმევა, რაც ამ ყველაფერში ჩავდე, წყალში ჩაყრილიყო. მინდოდა ის პირობა, რაც საკუთარი თავის წინაშე დავდე, ბოლომდე შემესრულებინა. ამიტომაც გადავწყვიტე ინტენსიური ველოსიპედზე ვარჯიშის ნაცვლად, უბრალოდ გარეთ გავსულიყავი და 45 წუთი ფეხით მეულა. აი დღეს ესე ლამაზად გამოვედი. ესე უფრო ლამაზად დავსეირნობ ხამის პირველ საათზე. და დრო მოვიდა მენახა თუ რამდენად შემეძლო შემესრულებინა ის გამოწვევები, რომლებიც მიზნად დავისახე ჩელენჯის დაწყებისას. პირველი ეს იყო სალტო. და დღეს ახალი ჩელენჯი უნდა ვისწავლო და ეს არის უკანა სალტო. შერეკილებთან ერთად გამოვიწერთ ამით არხი. აგერა. James Bond. მაგრამ რა ოდნავ ნახე, მოდიში, ოდნავ აი. მე ვაფშე არ დავეხმარ. Hey Gary. აი სპაიდერ. ბიჭო. მეორე ჩელენჯი კი იყო ხელებზე სიარული, რომელიც მე მგონი გამოდიოდა. და ბოლოს მასელაპი, რომლისთვისაც მართლა ბევრი ვიწვალე. Hardis დასრულების შემდეგ გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ ჩემი ტესტოსტერონი უკვე აქ არის და ჩემი body fat-ი დაიწია. ეხლა ვარ მაღალ ტესტოსტერონიანი ადამიანი. ტესტოსტერონ და მაგარტაზე ვარ. არა, ჯერ არ განახებთ. პროგრესი მქონდა ასევე სირბილში, სადაც ძალიან მაგარი შედეგები დავდე. სირბილი უნდა დავიწყო 30 წუთში ნახოთ რამდენს გავიდე. და 3. მოიცანი რამდენში მივიდნენ 4 და 53 ვაუ პროგრესი იყო ასევე ველოსიპედში და რა თქმა უნდა ცურვაში სადაც მე ცურვის მეფე ვარ დღეს არის 75 დღე და დროა ნახოთ თუ რა შეიცვალა ამ 75 დღეში. სათხართ ჩემი სილამაზე ნახოთ. ხوار ხეცი. აუ, აი აუდიტორია, მადლობა, მადლობა. ეს არის 75 დღე. დამვიდეოთი, იცით ეს თქვა მინდა. ხანდახან იმისთვის, რომ შენ თავი უკეთ გაიცნო და საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნო, უბრალოდ საჭიროა რომ გამოხვიდე კომფორტის ზონიდან. ხელოვნურად შეიქმნა დაბრკოლებები და გაუმკლავდე დისკომფორტის შეგრძნებას, რაც ამ 75 დღის განმავლობაში უამრავჯერ მომიწია. ბევრჯერ დავებია დანებება, ჩელენჯის შეწყვეტა. თუმცა ვიაზრებდი იმას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ტვინში ხდებოდა.